მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ საბაზისო ბუღალტერიის კურსს, მე ვარ გიორგი გოგოძე, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფინანსური ანგარიშგების მზადებაზე, მის შემადგენელ ნაწილებზე და კომპონენტებისგან შედგება, როდის მზადდება, როგორ მზადდება და რისთვის გამოიყენება. ფინანსური ანგარიშგების მზადება ცხადია გამომდინარეობს და რაზეც ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ. ესენი არის პირველადი საკუთრების მიღება, ახარისხება, შემდეგ ბუღალტერული ჩანაწერების გაკეთება, პროგრამულად მათი ასახვა და მიღონ სასწრაფო ბალანსის მზადება. ზოგადად ფინანსური ანგარიშგება გვიჩვენებს კომპანიის სამეურნეო წლის მანძილზე ფინანსურ შედეგებს. კერძოდ რა იყო კომპანიის მომგებიანობა, რა შემოსავლები ჰქონდა, რა ხარჯები ჰქონდა, რა ფული მიიღო, რა ფული გადაიხადა, რა აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი გააჩნდა და ზოგადად რამდენად მომგებიანი ან ზარალიანი იყო კომპანიისთვის ესათვის ფინანსური პერიოდი. ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხასიათდება პერიოდულობით. სასურველია თუ კომპანია ფინანსურ ანგარიშგებას მომზადებს მინიმუმ თვეში ერთხელ, თუმცა შესაძლებელია მომზადდეს 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ. ფინანსური ანგარიშგების მომზადების შემდეგ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ნახულობთ კომპანიის მომგებიანობას და მის ამობას, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის ლიკვიდურობაზე, ანუ რამდენად შესწევს უნარი კომპანიას მოემსახუროს თავის ვალდებულებებს, გადაიხადოს ხელფასები, საიჯარო ფირა, დაუხადოს მომწოდებლებს, მოემსახუროს სესხს და ასე შემდეგ. გარდა ლიკვიდობისა ფინანსური ანგარიშგების ანალიზის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რამდენად გადახდისუნარიანია კომპანია, ანუ რამდენად აქვს უნარი გრძელვადიან პერიოდში მოემსახუროს თავის ვალდებულებებს, იქნება ეს სესხი თუ ჩვეულებრივი მიმდინარე ვალდებულებები. და ვისაუბროთ თვითონ ფინანსური ანგარიშგების შემადგენელ ნაწილებზე. ფინანსური ანგარიშგება შედგება სტანდარტულად ბალანსისაგან, მოგებაზარების ანგარიშისგან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშისგან, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშისგან, იგივე გამონაწილებელი მოგების მოძრაობის ანგარიშისგან და ახსნა-განმარტებითი შემიშვებით. ეს არის სტანდარტული ჩამონათვალი, რომელიც სრულად ასახავს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას და თითოეულ ამ ანგარიშს აქვს თავისი დანიშნულება, თავისი ფუნქცია, რათა მაქსიმალურად მოგცეს ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ახლა კი ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე და დეტალურად განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს. პირველ რიგში დავიწყოთ ბალანსზე საუბარი. ეს არის ფინანსური ანგარიშგების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს კონკრეტული თარიღის მდგომარეობით კომპანიას რა აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი გააჩნია. კონკრეტული თარიღი აირჩევა იმდენად, რამდენადაც ბალანსის მზადება ხდება საანგარიშო პერიოდის, ანუ კალენდარული თვის ბოლოს ან წლის ბოლოს და ბალანსი გვიჩვენებს ერთი კონკრეტული თარიღისთვის, მაგალითად 2015 წლის 31 დეკემბრის ბოლოსთვის რა აქტივებს, ვალდებულებებს და კაპიტალს ფლობს კომპანია. ეს არის ერთგვარად სურათი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მომდევნო დღეს ცხადია შეიცვლება და არ იქნება იგივე. ვინაიდან ნებისმიერი ოპერაცია, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც კომპანიაში ხდება, იწვევს ბალანსის ნებისმიერი ან რამდენიმე მუხლის ცვლილებას. შემდეგი ნაწილი ფინანსურ ანგარიშგებაში ის არის მოგებაზარების ანგარიში, რომელიც გვიჩვენებს პერიოდის მანძილზე კომპანიამ რა შემოსავლები და ხარჯები მიიღო და რა იყო მოგება. ცხადია თუ შემოსავლები მეტი იყო ვიდრე ხარჯები, ამ შემთხვევაში კომპანია უნდა მოგება, ხოლო თუ ხარჯი მეტი იყო ვიდრე შემოსავალი, კომპანიას უნდა ზარალი. შემდეგი შემადგენელი ნაწილი, როგორც ვთქვით, ეს არის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს ერთი საანგარიშო პერიოდისთვის, მაგალითად ერთი თვის მანძილზე, ან ერთი წლის მანძილზე კომპანიამ რა ფული მიიღო და რა ფული გადაიხადა. ეს ანგარიში შედგება 3 ნაწილისაგან, ეს არის საოპერაციო ნაწილი, საინვესტიციო ნაწილი და ფინანსური ნაწილი და თითოეული სხვადასხვა ინფორმაციას ასახავს. კერძოდ, საოპერაციო ნაწილში ჩვენ ვახულობთ ძირითადი საქმიანობიდან მიღებულ ფულს და ძირითად საქმიანობაში გადახდილ თანხებს. ამაში შედის მომხმარებლისგან ან კლიენტებისგან მიღებული
თანხები, საქონლის ან მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. ამაში შედის მიწოდებებზე გადახდილი თანხა, გადახდილი საიჯარო ფირა, პროცენტები, ხელფასები, კომუნალური გადასახადები და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, აქ აისახება ყველა ის ფულის მიღება და ფულის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ძირითად ყოველდღიურ საქმიანობასთან. ფინანსურ ნაწილში აისახება ისეთი ოპერაციები, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ სესხის მიღებას ან სესხის გადახდას. აგრეთვე ახალი აქციების გამოშვებას, საწესდებო კაპიტალის გაზრდას ან დივიდენდების გაცემას. რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, საინვესტიციო ნაწილში ჩვენ ხდება ძელვადიანი აქტივების შეძენა, ძელვადიანი აქტივების გაყიდვა ან სხვა ინვესტიციების შეძენა და გაყიდვა. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, ისევე როგორც მოგებაზარების ანგარიში მზადდება კონკრეტული პერიოდისთვის. მაგალითად, დეკემბრის თვისთვის მომზადებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში ან 2015 წლისთვის მომზადებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდი მოიცავს ერთ სრულ წელს, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. განსხვავებით ბალანსისგან, რომელიც ერთი კონკრეტული თარიღისთვის გვიჩვენებს კომპანიის მდგომარეობას, ბალანს მოგებაზარალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში გვიჩვენებს კომპანიის საქმიანობის შედეგს ერთი კონკრეტული პერიოდის მანძილზე. იქნება ეს თვე, 3 თვე, 6 თვე თუ 1 წელიწადი. ფინანსური ანგარიშების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის აგრეთვე გაუნაწილებელი მოგების ანგარიში, რომელიც გვიჩვენებს რა იყო გაუნაწილებელი მოგება პერიოდის დასაწყისში, შემდგომ რა იყო წმინდა მოგება, რამდენი იყო გადახდილი დივიდენდები და რამდენი იყო გამომულო გაუნაწილებელი მოგება. ფინანსური ანგარიშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის აგრეთვე ახსნა-განმარტებითი შენიშვნები, რომელიც თან ერთვის ჩამოთვლილ ანგარიშებს და ეს არის ძირითადად ტექსტური ან დეტალიზებული ნაწილი იმისა, თუ რაც მოცემული არის ბალანსში, მოგებაზარების ანგარიში, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. აქ არის მოცემული კომპანიის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, თუ რა საქმიანობს, რა ბაზარზე საქმიანობს, რა არის მისი ძირითადი ბიზნესი, როგორი არის მისი განვითარების პერსპექტივები. მასში აგრეთვე მოცემული არის დეტალური ანალიზი და დეტალური ჩაშლა იმ შემოსავლებისა და ხარჯებისა, რომელიც მოცემული არის მოგებაზარების ანგარიში. ერთ სიტყვით, ახსნა-განმარტებითი შენიშვნები იძლევა დამატებით ინფორმაციას იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ფინანსურ ანგარიშებაში მოცემული ციფრები. მასში აგრეთვე მოცემული არის საავიწყო პოლიტიკა, რომელსაც კომპანია იყენებს. ან ის სტანდარტები, ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტების ან ბუღალტერული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც იყენებს თავისი ოპერაციების და საქმიანობის აღრიცხვისთვის. აქვე ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არის ფინანსური ანგარიშის მომხმარებელი. პირველ რიგში ესენი არიან კომპანიის აქციონერები, რომლებიც ფინანსური ანგარიშის მეშვეობით იღებენ დამოუკიდებელ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს კომპანია, რამდენად მოგებიანი ან ზარალიანი არის იგი. ფინანსური ანგარიშების მომხმარებლები აგრეთვე არიან საბანკო დაწესებულებები, საკრედიტო დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, პოტენციური ან არსებული ინვესტორები, მომხმარებლები და ასე შემდეგ. ყველა ეს ჩამოთვლილი კომპანიის შესახებ ინფორმაციას ფინანსურს და არაფინანსურსაც იღებს სწორედ ფინანსური ანგარიში. ფინანსური ანგარიშების მომზადებისას გამოყენებული არის გარკვეული დაშორებები და პრინციპები. ეს დაშორებები და პრინციპები გამომდინარეობს სტანდარტებიდან, რომელიც არეგულირებს ზოგადად ფინანსურ ანგარიშებას ბუღალტერულ აღრიცხვას. ესენი არის პირველ რიგში ბუღალტერული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი, ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტი და საქართველოს მოქმედი კანონები. თუ ჩვენ ვისაუბრებთ სტანდარტებზე, რომელიც არეგულირებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა აღვნიშნოთ დარიცხვის პრინციპი. ეს არის ის პრინციპი, რომელთაც ყველა კომპანია საწარმოო აღიქვას თავის სამეურნეო და ფინანსური ოპერაციები. ეს გულისხმობს, რომ შემოსავლის და ხარჯის აღიარება უნდა მოხდეს მაშინ, როცა რეალურად, ანუ ეკონომიკურად
კომპანიამ შემოსავალი ხარჯი გასწია და არა იმის მიხედვით თუ როდის მიიღებს ან როდის გადაიხდის ფულს. მაგალითად, თუ დეკემბერში მოხდა საქონლის და მომსახურების რეალიზაცია, ხოლო ფულის მიღება მოხდება თებერვალში, მიუხედავად ფულის მიღების დროისა, შემოსავალი და მასთან დაკავშირებული ხარჯი უღალატო ჩანაწერებში უნდა აისახოს დეკემბერში. დარიცხვის პრინციპთან ერთად აგრეთვე მნიშვნელოვანი არის ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია უახლოეს მომავალში არ გაკოტრდება, ან არ არის განკუთვნილი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ხელოვნურად გაკოტრება ან ოპერაციების შეწყვეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორმალური საბაზრო პირობების შემთხვევაში კომპანია ფუნქციონირებს დიდი ხნის ვადით და არ იქნება ხელოვნურად შეწყვეტილი მისი ოპერაცია. რაც შეეხება სხვა პრინციპებს, ესენი არის ახმადობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად ახმადი, ანუ სამკითხველ პირს დაინტერესებულ მხარეს უნდა შეეძლოს აქტიურად გაიგოს იქ ჩამოთვლილი და მოცემული ინფორმაცია. შემდეგი პრინციპი ეს არის შესაბამისობის პრინციპი, ანუ ის ნიშნავს იმას, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, მოყოლებული აღრიცხვის პრინციპებს და მოქმედ კანონმდებლობას. შემდეგი პრინციპი ეს არის არსებითობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა იყოს ასახული ყველა ის მოვლენა, ან ყველა ის აქტივი, ვალდებულება, ან ხარჯი, რომელიც გამოყენებამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გააზიანოს ინფორმაციის მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ციფრი, რომელიც მოცემულია ფინანსურ ანგარიშგებაში, არის მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე ისინი არ უნდა იყოს მცდარი, ხელოვნურად შემცირებული ან ხელოვნურად გაზრდილი. ამავე შინაარსის პრინციპი არის საიმედოობა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებლებს საიმედოდ, ანუ არ უნდა იყოს შეცდომები, არ უნდა იყოს ხელოვნურად შეცვლილი ციფრები და ეს ინფორმაცია უნდა იყოს აქტუალური. სამართლიანი წარდგენის პრინციპი. ეს არის ის პრინციპი, რომლის დროსაც აქტივების ასახვა ბალანსში, ანუ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში ხდება მათი სამართლიანი ღირებულებით. ზოგადად აქტივების ასახვა შესაძლებელი არის ისტორიული ღირებულებით, ანუ თავდაპირველად აქტივის შეძენისას მათში გადახდილი თანხა არის სწორედ აქტივის ღირებულება და სწორედ ეს თანხა უნდა იყოს ბალანსში ასახული. შემდგომ მომდევნო პერიოდებში უკვე ხდება აქტივების შეფასება ან გადაფასება მათი სამართლიანი ღირებულების დადგენის მიზნით, შესაბამისად შეცვლილი ღირებულებაც უნდა აისახოს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში. შემდეგი პრინციპი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას არის სისრულე, ანუ ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრულად მომზადებული, მასში უნდა იყოს ბალანსი, მოგებაზრების ანგარიში, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, კაპიტალის მოძრაობის ანგარიში და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები. თითოეული ამ ჩამოთვლილი თუ კი ნებისმიერი ამ ჩამოთვლილიდან აკრია ფინანსურ ანგარიშგებას, ითვლება, რომ ასეთი ფინანსური ანგარიშგება არის არასრული. შემდეგი პრინციპი ეს არის შესადარისობის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი ჩვენ ავიღებთ ფინანსურ ანგარიშგებას პირობითად 2015 წლისთვის მომზადებულს, ავიღებთ ანგარიშგებას მომზადებულს 2012 წლისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ორი ანგარიშის ერთმანეთისთვის შედარება, ანუ ციფრები და პრინციპები 2015 წელს და 2012 წელს მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა იყოს ერთმანეთის შესადარისი. ეს გვეხმარება იმაში, რომ დინამიკაში დავინახოთ კომპანიის განვითარება, როგორ ხდებოდა კომპანიის განვითარებასთან ერთად მისი ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, ამდენად უმჯობესდებოდა მისი კაპიტალი, შემოსავლიანობა, მოგებიანობა, აქტივების სტრუქტურა და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ეს არის დროულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიში უნდა მომზადდეს მაშინ, როცა ის საჭირო არის და როცა მას შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა. მაგალითად, 2015 წელს თუ მომზადებ 2013 წლის კომპანიის ანგარიშგებას, ამას 2015 წელს ჩვენ ცხადია ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს წლის დასრულებიდან
დაახლოებით 6-9 თვის ვადაში. შემდგომ ის უკვე არის უსარგებლო, იმიტომ რომ მასზე დაახლოებით ჩვენ აღარ შეგვიძლია ოპტიმალური ან სწორი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ როგორ მართოს კომპანიამ, როგორ უნდა წარიმართოს მისი ოპერაცია. რაც შეეხება ფინანსური ანგარიშების შემადგენელ ნაწილებს, ამჯერად მივუბრუნდეთ მათ და ვისაუბროთ ბალანსზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, ბალანსი ეს არის ერთი კონკრეტული თარიღისთვის მომზადებული კომპანიის მდგომარეობის სამსახური დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილი არის კომპანიის აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი. ბალანსის დამტოლება ჩვენ გვახსოვს წინა ლექციებიდან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს არის აქტივები უდრის ვალდებულებებს დამატებული კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ აქტივის წარმოქმნის წყარო კომპანიაში შეიძლება იყოს ორგვარი. ერთი სესხი, ანუ ვალდებულება და მეორე აქციონერის ან მფლობელის შემონახალი, ანუ კაპიტალი. სქემაზე ჩვენ ხედავთ ბალანსის მინუსს მომზადებული ერთი კონკრეტული თარიღისათვის, რომელიც არის 2015 წლის 31 დეკემბერი. ზოგადად ნებისმიერი ბალანსი უნდა იყოს დათარიღებული კონკრეტული თარიღით, რომელთვისაც ის არის მომზადებული. და იდეალურ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს მიმდინარე პერიოდის და წინა პერიოდის ბალანსი, რათა მოვახდინოთ შედარება და ანალიზი იმისა, თუ როგორ შეიცვალა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. როგორც სქემაზე ჩვენ ვხედავთ, ბალანსი შედგება რამდენიმე პუნქტისაგან. პირველ რიგში ეს არის აქტივების მხარე. აქტივი ეს არის ეკონომიკური რესურსი, რომელსაც კომპანია დღეს ფლობს და იყენებს თავის საქმიანობაში. კერძოდ, ყიდის, გადაამუშავებს, გაცვლის და აქედან მიიღებს სარგებლობას. როგორც სქემაზე ნახეთ, აქტივები შესაძლოა იყოს სხვადასხვა შინაარსის და სხვადასხვა ტიპის. მაგალითად, აქტივების კლასიფიკაცია შესაძლოა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორი არის ეს აქტივი, მიმდინარე თუ არამიმდინარე, მატერიალური თუ არამატერიალური. მიმდინარე არის ისეთი აქტივი, რომლის გამოყენება მოხდება 12 თვის მანძილზე. ყველა სხვა აქტივი არის არამიმდინარე აქტივი. აქ არის მოცემული აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც ხდება როგორც მიმდინარე, ასევე არამიმდინარე აქტივები. მაგალითად, მიმდინარე აქტივებია ფული და ფულის ექვივალენტები, სასაქონლო მატერიალური მარაგები, გადახდილი ავანსები, გაცემული სესხები. ყველა ეს აქტივი გადაიქცევა ფულად, ან მათი გამოყენება მოხდება 12 თვის მანძილზე. ახლა შეგვიძლია ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ აქტივზე და განმარტოთ მათი შინაარსი. მაგალითად, ფული და ფულის ექვივალენტები. ეს არის ის თანხა, რომელსაც კომპანია ფლობს სალაროში, ბანკის მიმდინარე და შემნახვალ ანგარიშებზე. ეს არის თანხა, რომლის გამოყენება კომპანიას შეუძლია თავის საქმიანობაში ნებისმიერ დროს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორების გამოყენებით, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენებით. სასაქონლო მატერიალური მარაგები არის ისეთი აქტივი, რომელსაც კომპანია შეიძენს ან თვითონ აწარმოებს შემდგომ მათი გაყიდვის მიზნით. სასაქონლო მატერიალური მარაგები პირველ რიგში აქვს ისეთ კომპანიას, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის სფეროთი დაკავებულ კომპანიას, მაგალითად მაღაზია ან საბიტურო სავაჭრო კომპანია. ამ შემთხვევაში კომპანია თვითონ ყიდულობს სასაქონლო მატერიალურ მარაგს და შემდგომ ახდენს მის გაყიდვას შუამავალ ან საბოლოო კიდეზე. აქტივებში აგრეთვე ყველაზე ხშირად ხდება სავაჭრო მოთხოვნები, იგივე დებიტორული დავალიანება. ეს არის კლიენტებისგან, მომხმარებლებისგან მისაღები თანხები. ეს წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანია თავის საქონელს ან მომსახურებას იდის კრედიტში, ანუ მომსახურებას გაუწევს დღეს, საქონელს გაყიდვის დღეს, ხოლო თანხის მიღება მოხდება მომდევნო პერიოდში. ყველა ასეთი მიუღებელი თანხა, რომელიც ამ ეტაპზე არ აქვს კომპანიის მიღებული და რომლის მიღება მოხდება მომავალში, წარმოადგენს სავაჭრო მოთხოვნას. როგორც წესი, სავაჭრო მოთხოვნების მიღება, ანუ ფულად გადაქცევა უნდა მოხდეს 1-დან 6 თვის ვადაში. სწორედ ამიტომაც მიმდინარე აქტივების ჩამონათვალში სავაჭრო მოთხოვნებს ხშირად ერთ-ერთი ყველაზე
მეტი მნიშვნელობა გააჩნია. შემდეგი აქტივები არის წინასწარ გადახდილი თანხებია, შეიძლება იყოს წინასწარ გადახდილი საიჯარო პირად, წინასწარ გადახდილი გადასახადი, კომუნალური გადასახადები, საფუძვლო ხარჯი და ასე შემდეგ. წინასწარ გადახდილი თანხა იმდენად არის აქტივი, რამდენადაც მომავალში მოხდება მისი გამოყენება, ანუ მისი ღირებულების შემცირება და ხარჯად გადაქცევა. მეორე ჯგუფი აქტივებისა არის არავიმდინარე აქტივები. ეს არის ესეთი აქტივი, რომლის ფულად გადაქცევა ან გამოყენება, ანუ დახარჯვა არ მოხდება ბალანსის მოზადებიდან 12 თვის მანძილზე. ეს არის პირველ რიგში მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, კომპიუტერები, მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა, ლიცენზიები. ყველა ზემოაღნიშნული აქტივი არის გრძელვადიანი გამოყენების მიზნით შეძენილი და მათი გამოყენება ხდება 1 წელზე მეტ ვადაში. შესაბამისად, კლასიფიკაციის მიხედვით ისინი ბალანსში მოცემულია როგორც არა მიმდინარე აქტივები. გარდა ამ კლასიფიკაციისა, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია აქტივები დავყოთ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებად. მატერიალური არის ესეთი აქტივი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ხელით ან ფიზიკურად შევეხოთ. მაგალითად, სასაქონლო მატერიალური მარაგები, ფული, სავაჭრო მოთხოვნები და ასე შემდეგ. ხოლო არამატერიალური არის ესეთი აქტივი, რომელსაც ფიზიკურად ვერ შევეხებით. მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფა, ლიცენზიები, პატენტები, საავტორო უფლებები და ასე შემდეგ. ეს კლასიფიკაცია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხათი აისახება ბალანსის მოზადების პროცესში და ჩვენ შეგვიძლია ბალანსი მოვამზადოთ როგორც აქტივების დაყოფის მიხედვით, ასევე მათი დაყოფის გარეშე. თუ აქტივების დაყოფას არ ვახდენთ მიმდინარე და არამიმდინარე აქტივებად, მაშინ ხდება მათი უბრალოდ ჩამონათვალის მოცემა ბალანსში, იწყება ყველაზე ლიკვიდური აქტივიდან, როგორც არის ფული, ფულის ეკვივალენტი, სავაჭრო მოთხოვნა, მარაგები და ვასრულებთ ყველაზე არალიკვიდური აქტივები, როგორც არის მიწა, შენობა-ნაგებობები და სხვა გრძელვადიანი აქტივები. თუ კი ხდება ბალანსის კლასიფიკაცია აქტივების მიხედვით, მაშინ პირველ რიგში მოცემული გვაქვს მიმდინარე აქტივები და შემდგომ არამიმდინარე აქტივები. რაც შეეხება ვალდებულებებში, ისევე როგორც აქტივებში გვაქვს კლასიფიკაცია და ვალდებულება არის მიმდინარე და არამიმდინარე. მიმდინარე ვალდებულება არის ესეთი ვალდებულება, რომლის გადახდა მოხდება ბალანსის მოზადებიდან 12 თვის მანძილზე. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ვალდებულება არის არამიმდინარე ვალდებულება. ვალდებულებების კლასიფიკაცია, ისევე როგორც აქტივების კლასიფიკაცია ხდება მათი ვადიანობის მიხედვით. ვალდებულებები აგრეთვე შესაძლოა იყოს მიმდინარე და მომავალი ვალდებულება. მიმდინარე ვალდებულება ხადია ესეთი არის, რომელიც უკვე ბალანსში არის მოცემული და რომლის გადახდის ვადაც დადგა ამჯერ არ დამდგა. აგრეთვე არსებობს მომავალი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარეობს და ეს არის ესეთი ვალდებულება, რომელიც კომპანიას წარმოქმნება მომავალში გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. მაგალითად, ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ვალდებული არის, რომ 1 წლის მანძილზე შეიძლება გარკვეული საქმეა მოსახურება და სწორედ ეს არის სამომავლო ვალდებულება, რომელიც შეგვიძლია აგის პირობების თანახმად წარმოქმნება მომავალ პერიოდში. რაც შეეხება ვალდებულების შემცირებას, ანუ ვალდებულების გადახდას. ვალდებულების შემცირება და ვალდებულების შემცირება შესაძლოა მოხდეს რამდენიმე გზით. პირველი ეს არის ფულის გადახდის მეშვეობით. თუმცა აგრეთვე შესაძლოა მოხდეს ერთი ვალდებულების შემცირება მეორე ვალდებულების გაზრდის სანაცვლოდ, ანუ შევამცირე სავაჭრო ვალდებულება და ამის სანაცვლოდ ავიღე სესკი. ან ვალდებულება შეიძლება შემცირდეს სხვა აქტივის გაცემის ან გაცვლის საფუძველზე. მაგალითად, ვალდებულების სანაცვლოდ კომპანიამ გასცა სასაქონლო მატერიალური მარაგები ან გასცა გრძელვადიანი აქტივები, ძირითად საშუალებები და ასე შემდეგ. აქვე მოკლედ აღწეროთ ვალდებულებათა ძირითადი სახეები. ეს არის პირველ რიგში მოწოდებებზე გადასახდელი ვალდებულება, პროექტული დავალიანება, რომელიც კომპანიას წარმოქმნება თავისი ძირითადი ყოველდღიური საქმიანობის შედეგად. თუ კი ის საქმის დამსახურებას შეიძენს არა ნახტულზე, არამედ ანუ სამომავლო გადახდის
პირველი მიმდინარე ვალდებულებებში შედის გადასახდელი გადასახადები, რომელიც კომპანიას აქვს ყოველი თვის ბოლოს გადასახდელი შეიძლება იყოს ამადებული ღირებულების ან ჯგგ ამადებული ღირებულების გადასახადი ან ჯგგ საშემოსავლო გადასახადი, რომლების გადასახადი, მოგების გადასახადი და ასე შემდეგ. აგრეთვე ვალდებულებას წარმოადგენს კომპანიის მიერ კლიენტებისგან მიღებული ავანსები. ავანსი არის თანხა, რომელიც კომპანიამ წინასწარ მიიღო და ამის სამაცვლოდ მან მომავალში უნდა მიაწოდოს მოხმარებელ საქმეები, ან მიაწოდოს მომსახურება, ან სხვა აქტივი. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი ვალდებულება, ვინაიდან მათი გასრულება შეიძლება მოხდება უახლოესი 12 თვის მანძილზე. მოკლევადიანი სესხები აგრეთვე წარმოადგენენ მოკლევადიანი ვალდებულების ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს. ეს არის საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა საკერპო დაწესებულებიდან აღებული სესხი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს 12 დღემდე ვადაში. მოკლევადიან სესხს აგრეთვე უკავშირდება გადასახდელი პროცენტი, რომელიც არის ხარჯი ამ ფულის გამოყენებისთვის. შესაბამისად, პროცენტის გადახდა ხდება ყოველთვიურად და ეს წარმოადგენს მიმდინარე ვალდებულებას. აქვე აღნიშნოთ გრძელვადიანი ვალდებულებებიც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის გრძელვადიანი საბანკო სესხი, ისევე როგორც მოკლევადიანი სესხი, ისიც არის ვალდებულება, რომლის გადახდა ხდება 12 თვეზე მეტი პერიოდის შემდეგ. ეხლა დავუბრუნდეთ აქტივების და ვალდებულებების სასახავს ფინანსურ ანგარიშებაში. პირველ რიგში ვისაუბროთ საბრუნავ და არასაბრუნავ აქტივებს. საბრუნავი აქტივები ეს არის მოკლევადიანი ან მიმდინარე აქტივები, რომლის გამოყენება მოხდება 12 თვის მანძილზე და ეს წარმოადგენს კომპანიის ძირითად საქმიანობაში გამოყენებულ აქტივებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ფული და ფულის ეკვივალენტები, სავაჭრო მოთხოვნები და სასაქონლო მატერიალური მარაგები. აქვე უნდა ვისაუბროთ მოკლევადიანი ვალდებულებების შესახებ, რომელთა ანაზღაურება ან გადახდა უნდა მოხდეს სწორედ ამ მოკლევადიანი აქტივების მეშვეობით. ეს არის სავაჭრო ვალდებულებები, გადასახდელი ხელფასები, გადასახდელი პროცენტები, გადასახადები, კომუნალური გადასახადები. სხვაობა მიმდინარე აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებების შორის არის კომპანიის წმინდა საოპერაციო კაპიტალი და ის გვიჩვენებს, რამდენად შეუძლია კომპანიას თავისი მიმდინარე აქტივებით უზრუნველყოს მიმდინარე ვალდებულებების გადახდა. თუმცა მაგალითის სახით მოვიყვან წმინდა საოპერაციო კაპიტალი, ეს არის სხვაობა ფულს, სავაჭრო მოთხოვნებსა და სასაქონლო მატერიალურ მარაგებსა და მიმდინარე ვალდებულებების შორის. მაგალითად, თუ ფული სასაქონლო მატერიალური მარაგები და მოთხოვნები არის პირობითად 100,000 ლარი, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები, გადასახდელი ხელფასები, გადასახდელი კრედიტორული დავალიანება, გადასახდელი კომუნალური გადასახადები და სხვა მიმდინარე ვალდებულებები არის 50,000 ლარი, ეს ნიშნავს, რომ კომპანია შესწევს უნარი თავისი მიმდინარე აქტივებით სრულად დააფინანსოს თავისი მიმდინარე ვალდებულებები, ისე რომ არ დაშლიდეს დამატებითი ცესხის აღება ან აქტივების გახდა. ამჯერად ვისაუბროთ აქტივების ასახვაზე ბალანსში, თუ როგორ ხდება მათი ბალანსში ასახვა, როგორც ვიცით, ბუღალტერული აღრიცხვის პრინციპები არეგულირებს ამ საკითხს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ბალანსის ასახვა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აქტივის ასახვა ბალანსში ხდება ისტორიული ღირებულებით, ანუ იმ თანხის სიდიდით, რისი გადახდას მოხდა ამ აქტივის შეძენისას. ანუ თუ აქტივში კომპანიამ გადაიხადა 50,000 ლარი, 50,000 ლარად უნდა მოხდეს მისი ასახვა კომპანიის ბუღალტერულ ჩანაწერებში და შემდგომ ფინანსურ ანგარიშგებაში მისი წარდგენა. ისევე როგორც აქტივების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის განსაზღვროთ, როგორ ხდება ვალდებულებების ასახვა ბალანსში. ვალდებულებები ბალანსში აღიარება პირვანდელი ღირებულებით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბალანსში ის ასახვა ხდება იმ აქტივის სიდიდის მიხედვით, რომელიც უნდა გადახდილიყო ამ ვალდებულების დასაქმებად. ეხლა კი ვისაუბროთ კომპანიის
საწესდებო კაპიტალზე, როგორც ვთქვით, საწესდებო კაპიტალი ეს არის აქციონერის ან მფლობელის მოთხოვნა კომპანიის აქტივებზე, მისი წყარო არის თავდაპირველი შენატანები და შემდგომ კი გაუნაწილებელი მოგება და კომპანიის კაპიტალის ნაწილი შედგება თვითონ საწესდებო კაპიტალისაგან, დამატებითი კაპიტალისგან, ეგრეთ წოდებული საემისიო კაპიტალისგან, გაუნაწილებელი მოგებისგან, გადაფასების რეზერვებიდან. გადაფასების რეზერვი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ კი კომპანიამ გადააფასა თავის საკუთრებაში არსებული ძელვადიანი აქტივები, ისეთი როგორიც არის მიწა, შენობანაგებობები და ასე შემდეგ. ეს რეზერვები ცხადია ზრდის კომპანიის კაპიტალის ღირებულებას და მისი ასახვა მეორესვე ხდება აქტივებში მათი ღირებულების გაზრდის მეშვეობით. ბალანსის ანალიზისას მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორი, როგორც არის კაპიტალის შენარჩუნების პრინციპი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ავიღებთ მიმდინარე და გასული წლის ბალანსს, ავიღებთ ამ ორივე პერიოდის კაპიტალს და შევადაროთ რა მიმართულებით შეიცვალა კაპიტალი. კერძოდ, თუ საწესდებო კაპიტალი, კერძოდ, თუ მთლიანი კაპიტალი გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს კაპიტალის შენარჩუნების კონცეფცია, ანუ კომპანია წინა ფინანსურ წელს იყო მოგებიანი, შესაბამისად მოგების ხარჯზე გაიზარდა მისი კაპიტალი და ზოგადად გაიზარდა აქციონერების ან მფლობელების ღირებულება. საპირისპირო შემთხვევაში, თუ კი წინასწართან შედარებით მოხდა კაპიტალის ოდენობის შემცირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური წელი კომპანიისთვის იყო ზარალიანი და ამან გამოიწვია კაპიტალის შემცირება, რაც ცხადია იწვევს იმას, რომ აქციონერის ან მფლობელის ღირებულება მცირდება. ამით ჩვენ ვისაუბრეთ ბალანსზე, მის შემადგენელ ნაწილებზე და შემდგომი საკითხი ეს არის მოგება-ზარალის ანგარიში, რომელიც ფინანსური ანგარიშების შემადგენელი ნაწილი არის. მოგება-ზარალის ანგარიში გვაჩვენებს კომპანიის საქმიანობის შედეგს ერთი კონკრეტული პერიოდისთვის, მაგალითად ერთი თვის მანძილზე და მასში მოცემული არის კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები. სხვაობა კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არის წმინდა მოგება და თუ კი არითმეტიკული სხვაობა არის დადებითი, მაშინ კომპანიას გააჩნია მოგება, ანუ ის იყო მოგებიანი, ხოლო თუ არითმეტიკული სხვაობა არის უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯი იყო შემოსავალზე მეტი და კომპანიას ფინანსური წელი ჰქონდა ზარალიანი. მოგება-ზარალის ანგარიშების ნიმუში მოცემული არის სქემატურად და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ გაყოფილი არის პირობითად ორ ნაწილად ეს ანგარიში, მოცემულია შემოსავლების და ხარჯების ნაწილი. შემოსავლების ნაწილი ჩვენ შეიძლება გვქონდეს როგორც ერთი ტიპის შემოსავალი, მაგალითად შემოსავალი რეალიზაციიდან, ასევე რამდენიმე ტიპის, მაგალითად შემოსავალი რეალიზაციიდან, შემოსავალი საიჯარო მსახურებიდან, შემოსავალი ძირითადი საშუალების რეალიზაციიდან და ასე შემდეგ. ხარჯებიც არის ანალოგიურად. ხარჯებში ხდება კლასიფიკაცია ხარჯებისა იმის მიხედვით, თუ ეკონომიკური შინაარსის მიხედვით როგორი ხარჯი იყო ეს. ამ შემთხვევაში ხარჯის კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების მიხედვით, პირდაპირ დანახარჯების მიხედვით, გაყიდვის და მარკეტინგის ხარჯების მიხედვით, არასაოპერაციო ხარჯების მიხედვით და ასე შემდეგ. ხარჯების კლასიფიკაცია თუ კი არ გჭირდება, შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში მოგება-ზარალის ანგარიში ხარჯები პირდაპირ იქნება მოცემული შემოსავლების შემდგომ. გამოთვლილი თავიანთი მნიშვნელობის და სიდიდის მიხედვით, ხოლო წვრილი ხარჯების გაერთიანება ხდება სხვადასხვა ხარჯებში და მათი ასახვა შესაბამისად ხდება მოგება-ზარალის ანგარიში გაერთიანებული სახით. რაც შეეხება საბოლოო შედეგს წმინდა მოგებას ან ზარალს, როგორც ვისაუბრეთ, თუ კი სახელმწიფო შემოსავლებს გადამეტება ხარჯებზე, მაშინ ჰქონდა კომპანიის მოგება და მოხდა კომპანიის აქტივების ზრდა, მისი ეკონომიკური სარგებლობის ზრდის ხარჯზე. ხოლო თუ კი ხარჯები იყო იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი არის, მაშინ კომპანია ჰქონდა ზარალიანი ფინანსური პერიოდი და ხარჯებმა გამოიწვია მისი ეკონომიკური ღირებულების ან მოგების შემცირება. შემოსავლების დაყოფა ხდება
შემოსავლებისა და შემოსულობების მიხედვით. შემოსავლები არის ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, როგორც აღმოჩნდა, ეს შეიძლება იყოს საქონლის ან მომსახურების რეალიზაცია, საიჯარო, ხირა, სხვადასხვა ტიპის შემოსავალი, ხოლო შემოსულობა ეს არის შინაარსობრივად იშვიათი, არა ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე შემოსავალი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაგალითად ძირითადი საშუალებების რეალიზაციასთან. ზოგადად ძირითადი საშუალებების რეალიზაცია თუკი კომპანია არ წარმოადგენს ასეთ მაგალითად ძირითადი საშუალებების რეალიზაცია თუ კომპანია არ არის დაკავებული ძელვადიანი აქტივების ყიდვა-გაყიდვით, არის შინაარსობრივად იშვიათი, არა ყოველდღიური საქმიანობიდან წარმოქმნილი შემოსავალი და ეს განეკუთვნება შემოსულობების ტიპს, რომელიც ხანდია ცალკე აღიარება. Now ვისაუბროთ შემოსავლის აღიარების პრინციპზე, რომელსაც ზოგადად არეგულირებს ტარიფის პრინციპი, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი, ბუღალტერული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ამოსავალი წერტილი, როგორც ბუღალტერული აღრიცხვის წარმოებისას, ასევე ფინანსური ანგარიშგების მიღებისას. როგორც უკვე ვთქვით, შემოსავალში აღიარება, ამ შემოსავლების აღიარება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც კომპანია ეკონომიკურად მიიღებს შემოსავალს, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა ამ შემოსავლის შესაბამისი ფული ან ფულადი ეკვივალენტები. რაც შეეხება შემოსავლის აღიარებას საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში, აქ შემოსავალი აღიარდება მაშინ, როდესაც გამყიდველი საქონლის მიაღწევს ყიდველს, ან იმ შემთხვევაში, თუ საქმეობა კონსიგნაციურ ხელშეკრულებასთან საქონლის მიწოდება ხდება დღეს, ხოლო შემოსავალში აღიარება ხდება მომდევნო პერიოდში, კერძოდ როცა მოხდება ამ საქონლის საბოლოო მომხმარებლის მიერ შეძენა. რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც ჩვენ ხდება მოგებაზარების ანგარიშგებაში. ხარჯები მეტნაკლებად არის ერთგვაროვანი და პირველ რიგში ეს ხარჯები არის დაკავშირებული საქონლის რეალიზაციასთან და კომპანიის ძირითადი საქმიანობის წარმოებასთან. საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი არის პირდაპირების ხარჯი, როდესაც კომპანია ახდენს საქონლის რეალიზაციას, ამასთანავე საქონლის გააჩნია თავისი პირდაპირება. ტარიფის პრინციპის გამოყენებით პირდაპირების ხარჯის აღიარება უნდა მოხდეს იმავე პერიოდში, რომელ პერიოდშიც ხდება შემოსავალში აღიარება. სხვა ძირითადი დანახარჯები არის ხელფასის ხარჯი, კომუნალური გადასახადები, სხვადასხვა გადასახადები. ხარჯების კლასიფიკაცია მოგებაზარების ანგარიშგებაში შესაძლოა იყოს როგორც საოპერაციო, ასევე არასაოპერაციო ხარჯები. საოპერაციო არის ისეთი ხარჯები, რომელსაც კომპანია გასწევს თავისი მიმდინარე საქმიანობის შედეგად. ესენი არის ხელფასის ხარჯები, საპროცენტო ხარჯები, საიჯარო ხარჯი, კომუნალური ხარჯი და ასე შემდეგ. არასაოპერაციო არის ისეთი ხარჯი, რომელიც თავისი შინაარსით არ არის კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე და ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაგალითად უსაშორისო სხვაობიდან გამოწვეულ დანაკარგთან ან სხვა არაძირითადი საქმიანობიდან მიღებულ ხარჯებთან. მაგალითად, ისეთ ერთად როგორც არის სასაქონლო მატერიალების ფასეულობების ანალიზის ჩამოწერა ან მათი ღირებულების შემცირება და მისი ასახვა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში. ხარჯების კლასიფიკაცია შესაძლებელია აგრეთვე მოხდეს მათი ეკონომიკური შინაარსის მიხედვით. ეკონომიკური შინაარსის კლასიფიკაციის დროს ხარჯები იყოფა მაგალითად პირდაპირების ხარჯად, წვეთის ხარჯად, მასალების შეძენისა და ტრანსპორტირების ხარჯად, გაყიდვების და მარკეტინგის ხარჯად და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მათი გადანაწილება საწარმოს ფუნქციების მიხედვით აღხდება და აისახება იმ კლასიფიკაციით, რომელიც უკვე აღნიშნეთ. რაც შეეხება მოგებაზარების ანგარიშის ფორმატს, აქ როგორც ვისაუბრეთ, კომპანია შეუძლია მოამზადოს მარტივი ფორმატის მოგებაზარების ანგარიშგება და შესაძლოა მოამზადოს ისეთი ფორმით, როგორი ანალიტიკური ანგარიშგებაც მას სურს მიიღოს. მარტივი ფორმით ანგარიშგების შემთხვევაში ჩვენ ავუწყავთ შემოსავლებს, სხვადასხვა შემოსავლებს და შემდგომ ხდება
ხარჯების გამოკლება ამ შემოსავლებიდან. ანუ ამ შემთხვევაში არ ხდება დაჯგუფება არც ეკონომიკური შინაარსის მიხედვით და არც ფუნქციონალური ნიშნების მიხედვით. რაც შეეხება ანალიტიკურად უფრო გამოყენებად და სწორ ფორმატს, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება მოგებაზარის ანგარიშის დაყოფა რამდენიმე ნაწილად. კერძოდ, პირველი ნაწილი მოიცავს შემოსავალს ძირითადი საქმიანობიდან და მასთან დაკავშირებით თვითგილებულების ხარჯს, რომელთა შორის სხვაობა არის ამონაგები, საერთო ამონაგები ძირითადი საქმიანობიდან, ხოლო შემდგომ ხდება ხარჯების კლასიფიკაცია თავიანთი შინაარსის მიხედვით. მაგალითად, პირდაპირ დანახარჯები, ადმინისტრაციული ხარჯები, ფინანსური ხარჯები, რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯები, საპროცენტო ხარჯი და ასე შემდეგ. ანალიტიკური ფორმატის მოგებაზარის ანგარიში ცხადია გვეხმარება უკვე დავინახოთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ცვლილება და ვნახოთ წინა პერიოდებთან შედარებით, როგორ შეიცვალა მომგებიანობა, როგორ შეიცვალა ხარჯები და საბოლოო ჯამში წმინდა მოგებაზე რა გავლენა მოახდინა შემოსავლების ან ხარჯების ნებისმიერი მიმართულებით ცვლილება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვისაუბრეთ ბალანსსა და მოგებაზარის ანგარიშგებაზე, განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის კავშირი მოგებაზარის ანგარიშგებასა და ბალანსს შორის. ცხადია, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას უნდა დავიცვათ გარკვეული პერიოდულობა და ეს პერიოდულობა არის შემდეგი. პირველ ეტაპზე მზადდება მოგებაზარის ანგარიში და მას შემდეგ, რაც მოხდება წმინდა მოგების დადგენა, შემდგომ მზადდება გაუნაწილებელი მოგების ანგარიში. გაუნაწილებელი მოგების ანგარიში მოცემული გვაქვს გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი, ანუ პერიოდის დასაწყისში არსებული გაუნაწილებელი მოგება, რომელსაც ემატება მიმდინარე პერიოდის წმინდა მოგება, აკდება მიმდინარე პერიოდის გადახდილი დივიდენდები და ვიღებთ საბოლოო გაუნაწილებელი მოგება. ფაქტიურად გაუნაწილებელი მოგების ანგარიში გვიშვენებს წლის მანძილზე რა მოგება მიიღო კომპანიამ, დივიდენდის სახით აქციონერებმა რა მოგება მიიღეს და რამდენი დარჩა გაუნაწილებელი მოგება. გაუნაწილებელი მოგების ზრდა პირდაპირ კავშირში არის კაპიტალის გაზრდასთან და შესაბამისად მისი მომზადება და ფინანსურ ანგარიშგებაში მოყვანა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს ფინანსური ანგარიშგების მოყვანას. მას შემდეგ, რაც მოვამზადეთ კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ანგარიში, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ ბალანსი და ბალანსის მომზადებისას კაპიტალის ნაწილში დაგჭირდება სწორედ გაუნაწილებელი მოგების სიდიდე იმისათვის, რომ ბალანსმა მიიღოს დასრულებული ფორმა და აქტივების ჯამი დაემთხეს ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამს. მას შემდეგ, რაც მომზადდება ბალანსი, უკვე შესაძლებელი არის ფულადსახსრების ანგარიშის მომზადება. ფულადსახსრების მოძრაობას ჩვენ შემდგომ ლექციას დავუყურებთ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე კი ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი, გარკვეული ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება. ზოგადად ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზანი არის დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ გამოვიყენებთ გარკვეულ ფინანსურ კოეფიციენტებს, შეგვიძლია უკვე დავინახოთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და ამჯერად ვისაუბროთ სწორედ ასეთ ფინანსურ კოეფიციენტებზე. ესეთი ფინანსური კოეფიციენტი არის მაგალითად მიმდინარე აქტივების თანაფარდობა მიმდინარე ვალდებულებებთან. ეს გვიჩვენებს არითმეტიკულად რამდენჯერ აღემატება ფული, სასაქონლო მატერიალური მარაგები, გადახდილი ავანსები და სავაჭრო მოთხოვნები მიმდინარე ვალდებულებებს. მაგალითად, თუკი ეს თანაფარდობა არის 1.2-თან, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე აქტივები 20%-ით აღემატება მიმდინარე ვალდებულებებს. რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ ეს კოეფიციენტი? პირველ რიგში ეს კოეფიციენტი გვაჩვენებს, რამდენად შეუძლია კომპანიას მოიმსახუროს თავის მიმდინარე ვალდებულებებს მიმდინარე აქტივების გამოყენებით. ანუ 20%-იანი მეტობა გვიჩვენებს, რომ თუკი კომპანია სრულად გადაიხდის თავის მიმდინარე ვალდებულებებს, მას კიდევ დარჩება მიმდინარე აქტივებიდან გარკვეული თანხა. ამ კოეფიციენტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივსჯელოთ კომპანიის ლიკვიდობაზე, ანუ მის უნარზე და შესაძლებლობაზე მოემსახუროს მიმდინარე ვალდებულებებს ისე, რომ არ მოახდინოს დამატებითი სესხის აღება საბანკო ან საკრედიტო დაწესებულებიდან, ან არ მოახდინოს ძირითადი საშუალებების გაკეთება. შემდგომი ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვეხმარება კომპანიის
შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღებაში, ეს არის სესხის მომსახურების კოეფიციენტი, რომელიც არის საოპერაციო მოგების შეფარდება საპროცენტო ხარჯთან. საოპერაციო მოგება ეს არის ძირითადი საქმიანობიდან მიღებული მოგება და გამოითვლება, როგორც აღნიშნეთ, შემოსავლებს გამოკლებული ღირებულების ხარჯი, პირდაპირი და ადმინისტრაციული ხარჯები. საოპერაციო მოგების შეფარდება საპროცენტო ხარჯებთან გვიჩვენებს, რამდენჯერ აღემატება საოპერაციო მოგება საპროცენტო ხარჯს. ანუ ფაქტიურად ეს არის რეზერვი იმისათვის, რომ კომპანიამ უმქმნელოდ მოახდინოს თავისი ფინანსური ვალდებულებების მომსახურება თავისი მოგებიანებით. ზოგადად, რაც უფრო მაღალი არის ეს კოეფიციენტი, მით უფრო მარტივად შეუძლია კომპანიას თავისი ფინანსური ვალდებულებების მომსახურება. ამავე შინაარსის კოეფიციენტი არის სესხის შეფარდება საოპერაციო მოგებასთან. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს, რამდენჯერ აღემატება სესხი კომპანიის საოპერაციო მოგებას და ითვლება, რომ თუკი სესხის მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ მეტია ვიდრე კომპანიის საოპერაციო მოგება, ამ შემთხვევაში ეს დასაშვები არის. ანუ საოპერაციო მოგება უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიამ მოახდინოს თავისი ფინანსური ვალდებულებების მომსახურება მეტნაკლებად უმქმნელოდ. და ბოლო კოეფიციენტი, რომელიც გამოხმარება იმაში, რომ გავიგოთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა როგორი არის, ეს არის წმინდა მოგების შეფარდება რეალიზაციასთან. ფაქტიურად ეს არის მომგებიანობის მაჩვენებელი, ის გამოისახება პროცენტულად და გვიჩვენებს ერთ გაყიდულ ლარში რამდენი არის თვითღირებულების წილი და რამდენი არის მოგების წილი. ამ კოეფიციენტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია როგორც გავადგინოთ მომგებიანობის სიდიდე და ზოგადად რაც უფრო მაღალი არის ეს კოეფიციენტი, ანუ რაც უფრო მაღალი მომგებიანობა აქვს კომპანიას გაყიდვებზე, მით უფრო წარმატებული არის ის ფინანსური. ამით ჩვენი დღევანდელი ლექცია დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე, დაგაგრძელოთ.